მე 37 კილოგრამი ცხიმი ვარ. ეს არის ჩემი 6 თვიანი ტრანსფორმაციის მეორე კვირა და იმის გასაგებად თუ რეალურად რამდენიმე დავიკლო რომ სასურველ ფორმაში ჩავდგე. ჭირდება სხეულის კომპოზიციის ანალიზი. ამიტომ იმბოდი ტესტი გავიკეთე, რამაც ზუსტად მითხრათ ჩემში ცხიმი და კუნთი უფრო მეტია თუ მაიმუნის მიმართ ზიზღი. შედეგმა აჩვენა რომ სხეულში ყველაზე მეტი ცხიმი მაქვს ზურგზე, მუცელზე და ფეხებზე. ანუ ზუსტად იქ სადაც მოძრაობისთვის ყველაზე მეტად ჭირდება სილაღე, რომ ხან მაიმუნს გავეკიდო და ხანაც კლდეზე ვიცოცო. და 6 თვეში აუცილებელია რომ ცხიმის მასა 20% შევამცირო, ანუ 37-დან 17%-მდე ჩამოვიყვანო. ამ მიზნის მისაღწევად კი ისევ ივიკოსთან ერთად ყოველდღე ვარჯიშობ და მიუხედავად იმისა, რომ ივიკო მეუბნება რომ ყველაფერს უკეთესად ვაკეთებ, ჩემი რეაქცია ვარჯიშზე ჯერჯერობით ისევ ასეთია. არ მინდა რა. ამ დაღლილობის მიუხედავად პროგრესს მეც ვამჩნევ და ვთვლი რომ თვის ბოლოს ჩემ მიზანს რომ 15 აზიდვა მაინც გავაკეთო ამას მივახცევ. ასევე ვგრძნობდი რომ 2 კვირის მანძილზე წონაში დავიკელი, თუმცა როგორც იმბოდი მაჩვენა მხოლოდ 2 კილოგრამით. რაც არც ისე ბევრია და ამას სავარაუდოდ თავისი მიზეზებიც აქვს. ვარჯიშისგან განსხვავებით კვებას არც ისე სტაბილურად მივყვებოდი. მიუხედავად იმისა რომ პრიორიტეტი ჯანსაღი საკვების გამოსახებაა, კალორიების ინდივიდუალურად თულა ხშირად მიჭირს. თანაც ხანდახან როცა ძალიან მსუნა გადვარ, ისევ ძველებურად უბერავ. მართლა მოვიდა სპეციალ შესაბამისად ახალი კვირისთვის გააზრებული მაქვს რომ მე მჭირდება სისტემა და ადამიანი ვინც ჩემს მაგივრად იფიქრებს საჭმელზე და თუ ამ საჭმელს მომაწვეს თლად უკეთესი. ამიტომაც მესამე კვირიდან ჩემი მთავარი ნუტრიციოლოგი გახდება სანდრო გოგოხია და ჩემ კვებას უზრუნველყოფს მისი ფიზკულტურა. ამ ცვლილებებით დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უკეთესი შედეგებით შევხვდებით მესამე კვირის ბოლოს. რადგან თუ ამას არ ვიზამ, მომიწევს 6 თვით YouTube-ს დავემშვიდობ.